გოგრა და წონის კლება. შეიძლება თუ არა წონის კლების პროცესში გოგრის მირთმევა. დიახ, რა თქმა უნდა შეგვიძლია, რადგან გოგრა არის საკმაოდ დაბალკალორიული პროდუქტი, 100 გრამში მხოლოდ და მხოლოდ 30-40 კალორიაა. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოებს, რაც იწვევს ძალიან მალე დანაყრების შეგრძნებას. ასევე გოგრა შეიცავს მეტაბოლიზმის მხარდამჭერ ვიტამინებს, როგორიცაა A, C და E ვიტამინები. ასევე შეიცავს კალიუმს. გოგრის მირთმევის შემთხვევაში გვიქრება მოთხოვნილება ტკბილეულზე, რადგან ის ბუნებრივად ტკბილი პროდუქტია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც გოგრის მიღების შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე მომენტი. მაგალითად, გოგრა ჯობია მივირთვათ მოხარშული და არა შემწვარი. არ დაუმატოთ გოგრას მომზადების დროს დამატკბობლად შაქარი ან თაფლი. ასევე გოგრის ჩირი ძალიან მაღალკალორიულია. მოხარშული გოგრაც კი ზომიერად უნდა მივირთვათ, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ინსულინის დონის მომატება ორგანიზმში. ასე რომ, წონის კლების პროცესში გოგრა მიირთვით დღის პირველ ნახევარში დაახლოებით 100-200 გრამის ოდენობით. ამ შემთხვევაში თქვენ პრობლემები არ შეგექმნებათ. თუ გსურს წონის დაკლება და გჭირდება ინდივიდუალური კონსულტაცია, მომწერეთ პირად შეტყობინებაში, რამდენი კილოგრამის დაკლება გსურთ. მე აუცილებლად დაგიკავშირდებით.